წლის დასაწყისში პოლიტიკურმა მოვლენებმა ბიზნეს აქტივობაზე იმოქმედა, თუმცა ახლამდღრად აღდგენას ვხედავთ. ეს განცხადება მიკრობანკ კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გააკეთა. თბილისი მიკროსაფინანსო ცენტრის 27 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, სადაც სექტორთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება. რა ტენდენციებია მიკროსაფინანსო სექტორში და რამდენად საინტერესო რჩება ეს მიმართულება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, თუმცა შუბაშვილი ესწრებოდა ღონისძიებას და შეფასებებიც მოისმინა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გაგვიზიარებს, თუმცა შუადღემშვიდობისა მისმენთ. ელილი მოგესალმები. მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი დღეს ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებული როგორც გლობალური, ასევე შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა გარკვეულწილად მათ მიერ მოზიდულ ფულადი სახსრების ღირებულებასა და საკრედიტო აქტივობაზე აისახება. როგორც მიკრობანკ კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა გარკვეულწილად საკრედიტო და ბიზნეს აქტივობაზე აისახა და შეიმჩნეოდა ტენდენცია, როდესაც ბიზნესი გაფართოების თავს იკავებდა და ეს ბუნებრივია მათ საკრედიტო პორტფელიოზე ახდენა გავლენას. თუმცა არჩილ ბაკურაძის თქმით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საკრედიტო აქტივობა მეტნაკლებად უკვე აღდგა. არჩილ ბაკურაძე ასევე ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მათ მიერ საერთაშორისო ინვესტორებისგან მოზიდული სახსრები გაძვირდა, რაც საბოლოოდ საპროცენტო განაკვეთებშიც აისახა. თუმცა ამ ეტაპზე ამ მიმართულებითაც დასტაბილურობის ტემპი შეიმჩნევა. ჩვენი სექტორი ძალიან გრძნობი არის ნებისმიერი პოლიტიკური გავლენის მიმართ, ხო? იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანებია და თუ მათი შემოსავლით სიზრდება, რა თქმა უნდა, მათ უჩნდებათ გარკვეული ფინანსური შოკები, ხო? ანუ ამ შემთხვევაში არის სესხები გადასახდელი, ან ახალს ვერ იღებენ და ასე შემდეგ, ხო? ან ბიზნესი ვერ ვითარდება და ეს ჩვენ პრინციპში ვიგრძენით, აი რა ვიყო თქვა შარშანდელი წლის ბოლო წლევანდელი წლის დასაწყისი იყო გარკვეული შეფერხება და ამ შემთხვევაში თქვა ნახეთ რომ გარკვეული სასესხო აქტიურობა გამოწვეული იყო რა თქვა ახალი ბიზნესის გაფართოებით, არამედ წინავალდებულების მართვით, თანამშრომლების შენარჩუნებით და ის პერიოდი იყო რთული. იმ პერიოდმა გამოიწვია ყველასთვის გარკვეული ფასების მომატება. ჩვენც ახლა არ დაგიმალავთ და იძულებული ვიქენით რომ მოგვემატებია ფასები, გადაგვეცა გარკვეულწილად. ახლა უკვე ეს ნელ-ნელა გამოვდივართ ამ წრეხიდან, ხო და ამან უნდა უზრუნველყოს რომ ჩვენ ნელ-ნელა ასევე დავწევთ ამ ფასებს. გლობალურად გაძვირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე ფულადი რესურსი საქართველოშიც გაძვირდა, თუმცა მომხმარებლებისთვის საპროცენტო განაკვეთები არ გაზრდილა. ამის შესახებ უკვე მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, სადაც ამბობენ, რომ მიუხედავად გარკვეული არასტაბილური გარემოში საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი რჩება. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ცენტრის საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვაა. გლობალურმა ინფლაციურმა პროცესებმა გამოიწვია გარკვეულად სახსრების გაზრდა, მაგრამ ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რომ ასე ვთქვათ, პიკური წერტილი უკვე გავლილია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ტენდენცია, რაც ბოლო რამდენიმე თვეში შეინიშნება, მე ვგულისხმობ საპროცენტო განაკვეთების კლევა საერთაშორისო მოზიდულ სახსრებზე, რომ ეს მომავალში გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად რამდენიმე პუნქტით გაგვიზრდა მოზიდული სახსრები უცხოელი პარტნიორებისგან, ჩვენ არ გაგვიზრებია სესხები და ეს შოკი მთლიანად კომპანიამ აიღო თავის თავზე. ჩვენს მაგალითად MBC-ს დაფინანსებაში თქმის ნახევარი უკავია ევროპული ფონდებისგან მოზიდულ სახსრებს და ვფიქრობ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. ყოველ შემთხვევისათვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ჩვენს კომპანიის მიმართ ინტერესი მხოლოდ გაიზარდა. მას მერე რა ჩვენ მიკრობანკის ლიცენზია მოვიპოვეთ. მიკროსაფინანსო სექტორი უკვე წლებია, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოიზიდავს იმ ინვესტორთა ბაზისგან, ვისაც ახლა აქ ხედავთ. ესენი არიან როგორც ევროპელი ინვესტორები, ისე ასე ვთქვათ, განვითარებული ქვეყნების ინვესტორები, ჩვენი ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ზოგადად ის მათ შორის დასავლური ინვესტიციაც არის, ევროპული ინვესტიციაც არის და აზიური ინვესტიციაც არის. მიკროსაფინანსო სექტორი ამ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით უკვე საკმაოდ დიდი ისტორიას ითვლის და დაახლოებით 400 მილიონი ლარის, ასე ვთქვათ, აქტიური ვალდებულებების და სასხების და ინვესტიციების მოზიდვას ახერხებდა მიკროსაფინანსო სექტორი აქამდე და პრინციპში ეს რიცხვი არის მუდმივად მზარდი და აქედან გამომდინარე ასეთ კონფერენციებში მონაწილეობა ჩვენი დამფინანსებლების ასე ვთქვათ ბაზის გაზრდა, დივერსიფიცირება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად სექტორის განვითარებისთვის. კიდევ რა განცხადებები გაკეთდა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უფრო მეტ დეტალს მაყურებელს მომდევნო გამოშვებებში გავაცნობთ. მადლობა ნუცა, ჩემი კოლეგა ნუცა შუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.